Სახაითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღესაკითხო სახარებაში მოყვანილი იყო მაგალითი, რომ იყო მდიდარი და იყო ღარიბი ლაზარე და ეს ლაზარე არამარტო სიხარებაში იყო, არამედ ფიზიკურად სიარული არ შეეძლო და რო თხოვდა ამ მდიდარს, მდიდარი არაფერს არ აძლევდა დახმარებას და როგორ დაესვენენ მდიდარი მოხდა ჯუჯუხეთში და ეს ღარიბი სამოთხეში და მდიდარი თხოვს აბრაამს რომ თავის მებთან მივიდეს და უთხრას რომ იმათ იცხოვრონ ათიმცნებით რომ ისინი წარმოთեն ჯოჯოხეთში. აბრაამი კიდე უნდა რომ შენს მასო შენს მებსო ხუთი ძმა ყავდა. მოცემული აქვს მოსეს ცნება ათიმცნება და წინასწარმეტყველებიო და იმათი თუ არის მინდესო სასწაულებიც იგი ვეროშველისო და იუდა მსხული ამის მაგალითია რომ ღმერთთან იყო, მაგრამ ვერ ეშველა, იმიტომ რომ ფული უყვარდა მეზე მეტად. ასევე ჩვენს რო გვეშველოს, აბა დაუკვირდეთ ჩვენ თავს რა გვამოწევს ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთის სიყვარული თუ თამოყარეობა. და როგორ უნდა გავიგოთ ეს არის, შენ თავისუფალ დროს თუ არ ესე იგი აი ზოგიერთი არის მოწმენი ადამიანი და ვეკითხები წაკითხული გაქვს სახარება არა, წინათა ცხოვრება არა. აი მე რო ფეხბურთი მიყვარდა, ყველა ფეხბურთელი ვიცოდი თბილისის დინამოს, იმიტომ რომ ფეხბურთი მიყვარდა და შენ თუ ღმერთი გიყვარს, როგორ შეიძლება? ღმერთი ხილავია ფიზიკური თვალებისთვის, როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს ღმერთის გაგება? როგორ არ შეიძლება გაინტერესდეს წინათა ცხოვრება, ვინც ერთგული იყო ღმერთის, იმათი ცხოვრება არ გაინტერესებდეს. და მაგრამ რა მიხარია რომ რას ხედავ რომ 90% ქართველები მოწმენდები ვართ. მაგრამ ეს არაა საკმარისი. შეიძლება პიჟვას იწერდე, ეზიარებოდე კიდეც, მაგრამ ვერ გეშველოს. ამის მაგალითია იუდა მოციქული ღმერთთან იყო ეზიარა ვერ ეშველა. დღეს კიდე მამა გაბრიელის სცენებაა და ყველას გილოცავთ გარდაცვალების სცენებაა. მე მიხარია რომ მამა გაბრიელის ხედარი ტაძარშია დასვენებული, იმიტომ რომ მახსოვს რომ მიდიოდი მამა გაბრიელის საყვებთან, როცა გარეთ იყო, აი ზოგიერთი ადამიანს ვეკითხებოდი, ვინც იქ მამა გაბრიელთან მიდიოდა თხოვნით. აღსარებას ამბობა არა. აღა ეს ადამიანი, ვინც მამა გაბრიელთან ღამებს ათენებდა და იქ დადიოდა, ბრმა არის თუ აღსარებას არ ამბობს, ბრმა არისაც სულიერად დადია. რატო? იმიტომ რომ შენ სინდისი თუ არ გაწუხებს საკუთარი წოდებისა გამო, რას გიშველი წმინდანი? მკვდარი ხარ სულიერად და თუ არ გაწუხებს ღმერთს თხოვე საკუთარი წოდების ხედვა, იმიტომ რომ წოდება მარტო ხუდობა, ყაჩაღობა, გუშობა და მამაცობა არ არის, ამბიციებღაობა. წოდვა არის ამბარდავნება, არა მარტო წოდვა, ყველაზე წოდვაზე მეტი დიდი წოდვა. წერია ფსალმუნებში ამბარდავან შემოსავს ღმერთი. და მამა გაბრიელმა კიდე რა აირჩია? სალოცობა რა არის? ახაც რამდენი ადამიანია რომ ეწინააღმდეგებოდა და არმიაშია მამა გაბრიელი წმინდანად, იმიტომ რომ ის ისე იცეოდა, რომ სახა გიჟიგონია, ზოგდოთი გონია და კიდე უარესი და ამას ქვია ესეთი ასაც ქვია სალოცობა ქრისტესთვის სულელი. ისე იცეოდა, რომ ახლა ზოგს გიჟიგონია, ზოგს ლოთიგონია და ზოგი კიდე პატრიარქს განიკითხავს, რატო შეაჩერა მამა გაბრიელი დევნაში იყო. ცოდნა არ აქვს საერთოდ სულიერი ადამიანს, ვინც ამას ამბობს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება პატრიარქმა მე თუ ახლა მოგიჟიანებას დავიწყებდა, გინებას დავიწყებდა. ის სიტყვაობას რომ პატრიარქი და სხვამა დაცინვა დამიწყონ და მე არ შემაჩნევ გლობისგან და ჩანაწერიც არის, ახლა მე არ ვიცი როგორ უნდა ეძებოდე, მაგრამ დოკუმენტური ფილმია რომ მამა გაბრიელი ხელზე ემთხვევა პატრიარქსა. ღმერთმა მოგცეს სოცხალი რწმენა, რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებსა და რაც შეეხება მდიდარს და ღარიბს, ეს ახლა მარტო კი არ არის 21 საუკუნე რო ზოგი გამწარებულია ამ მთავრობისადმი. გონია რომ ეს მთავრობა თუ არ იქნება ქვეშვილება და ახლა საქმე რაშია რომ მთავრობა იქნება თუ ხალხი იქნება, აი მთავრობა საიდან მოდის? ხალხისგან მოდის. და ის თუ დაუშვათ შენი საზის მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს და შენზე არ ფიქრობს, აი შენ ვინახარ? შენ რამდენი ახლა მელაპარაკება
კმაყოფილოა, რაც ხდება იმით და ვეკითხები მუშაობა არ მუშაობს. და უნდა კეთილდღეობა და იქ რასაც ევროკავშირი ქვია, ისე მუშაობენ ევროკავშირში. რომ იქ რო უსაქმოს მეტი აგვიდრი არ გუშავს, საიდან არის, იმიტომ რომ ისე იბეგრებიან სახელმწიფოსგან, რომ იმათი ფულითაა, რომ უსაქმოები, ვინც არ მუშაობს, ისინი ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ იქ ავანტყოფია, იქ აქედან რო ჩადის, არა მარტო თავიანთ მოქალაქეებს ეხმარებიან, არამედ შენ რო ჩადიხარ იქ სტუმარს ეხმარებიან და აქედე ესე იგი ისეთი პირობებია, რომ ქართული ბეჭედები საქართველოში. მაგრამ მეორეა რომ ის ხალხი ვის მოდის და რომ მუშაობს, ესე იგი თუ გინდა სამუშაო არის, მაგრამ თუ დაბალი ხელფასებია. ამის გამო არ იმუშაო და აგინო ხელისუფლებას რა გამოამეთ. არ ვიცი. და შეუნდა იცოდე რომ სიხარიბე და გინება არ გაცხონებს. ის ლაზარე რატო ცხონდა, რატო წავიდა სამოთხეში, იმიტომ რომ ეს მდიდარი რო არასდევდა დახმარებას. კი არ აგინებდა მაგას. აჩავადება არ გაბოროდებულა. და ხშირად მოყავს ორი ავაზაკის მაგალითი, რომ მეთი რო გააკრე ჯვარზე, ერთი წავიდა სამოთხეში, მეორე წავიდა ჯიჯობეთში. იმ ჯვარცმა წამებამ ერთი ავაზაკი მიიყვანა სინანულამდე. მეორე ავაზაკი კიდე ამ ესე იგი ამ ფიზიკური ტანჯვამ და წამებამ მიიყვანა გაბოროდებამდე და სიხარ რამდენია ადამიანი გაბოროდებული სიხარებისა გამო. და სიხარები რო დაიძიოს რა საჭირო, შრომის მოყარეობა. მაგალითი ავიღოთ ევროკავშირისგან, მაგალითი ავიღოთ ჩინელებისგან. შრომის მოყარეები არიან და რამდენი ადამიანია ვიცი, აი ეს თუ მდიდარი ადამიანი ის ესე იგი მისთვის ჩამოწერილია. ქონია რომ ამ დროს რამდენი ადამიანია რომ მუშაობენ და არიან მილიონერები. იმიტომ რომ ესე იგი ხედაღამ გასწორებული აქვს და შრომობენ, წვალობენ. მაგრამ თუ ვიღაცა ესე იგი გატყავებს შენ და იმის ხარჯი არის კარგად. თუ მორწმუნე ხარ, კი არ უნდა გძულდეს ის ადამიანი, უნდა გეცოდებოდეს რომ იმ მდიდარებით არ წავიდეს ჯოჯოხეთში. შენ უნდა მივხვდე რომ ეს წამია, ეს ცხოვრება, ამის მაგალითია და ეს ვერაფერს ვერ გიშველის ეს ქონება თანამდებობა, ამის მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი, ვერაფერი სულ 33 საგადეიცვალა. ფიზიკური ჯანმრთელობას, დღესდღეობას, კეთილდღეობას, ყველაფერი მეცემა კეთილდღეობას დამიჭირეთ რომ შრომის მოყარეობა უნდა. რასე უნდა იშრომ ამ ქვეყანაში საქართველოსია და ქართველი ხარ. პატრიოტიზმის შრომით შეიძლება მილიონერი ვერ გახდე, მაგრამ შენ თუ სიყვარული გაქვს, უსაქმოდ არ იქნები, იმიტომ რომ დაბალი ხელფასებია. მე თვითონ მოგცეს სიყვარულის ნიჭი. სიყვარულის ნიჭი, რომელიც გადაგვარჩენს, რომელიც ქონდა მამა გაბრიელს. და სიყვარული საიდან მოდის? სოძგონი რატომ უნდა მიყვარდეს? აი თამოყვარეობა არის ცოდო როცა ამბობ არ ეს ადამიანს. რატომ უნდა გიყვარდეს? უნდა გიყვარდეს, მაგრამ იმ თამოყვარეობას თუ აზია სამშობლო სიყვარულმა, მეთი სიყვარულმა. ვერაძოს ვერ იქნები კეთემანწამებული. ვერაძოს ვერ იქნები ღმერთის შვილი. ამის მაგალითია იუდა მოციქული. მარტო მისვლა საფრანგეთში მამა გაბრიელის ესე იგი ის ხატის ქონა ან ტარება ან საფრანგეთთან მისვლა არ გიშველის. შველის მარტო ღმერთის წმინდანები რო გეხმარებიან, ღმერთის ზალი და ღმერთი მაშინ გეხმარება, როცა გადაწყვეტა იცხოვრო ღვთის ცნებებით, ცხრა ნეტარებით თუ ქრისტიანი ხარ. რაცა უნდა ვეცადო, ხან მგდელი ვარ, თქვენ კი გარიგებთ, მაგრამ ან განგეთქვა მას, ან გაღიზიანებათ. ამიტომ არის მადლობა ამას შეჯობებით ამის საშუალება გვაქვს აღწერება ზიარების და არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლები დახვიდეს, ტაძრები დაანგრიეს და კონცერტებს აწვევენ და მადლობა ამას შეჯობებით ჩვენთან ეს არ არის. გამეთქვა გნას, რომ სადაც არის, იქაც შეწყვეტილი იყოს ეს სამართლობა, ეს ბოროტება. მე თვითონ მოგცეს ცოცხალი რწმენა ჩვენთან არის ღმერთი.